ყველაფერი დაიწყო ძალიან სერიოზულად. აი ასე. ერთმა ძალიან ნიჭიერმა, მოწესრიგებულმა, უკაცრავად, ხო, მოწესრიგებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა საკმაოდ სერიოზულ, პრესტიჟულ და შემოსავლიან ადგილას დაიწყო მუშაობა. თუმცა მოვყვეთ თავიდან. ჩვენი გმირი საკმაოდ ხელმოკლე. დიახ, ხელმოკლე ოჯახში იყო გაზრდილი. მას არ ჰყავდა გავლენიანი წრე, მაგრამ ჰქონდა ბრწყინვალე გონება. უკაცრავად, ხო, ბრწყინვალე გონება. მოკლედ მცდელობამ შედეგი გამოიღო და მისი ნიჭით, პატიოსნებით და გულუბრყვილობით აღფრთოვანებულმა გავლენიანმა პირმა იგი სამსახურში მიიღო. მეორე, არა, პირველ მოადგილედ. ხო, ჩვენი გმირი დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა თავის საქმიანობას. ის დიდი პასუხისმგებლობით და რაც მთავარია პატიოსნებით ასრულებდა მასზე დაკისრებულ საქმეს. მოკლედ სამსახური მისთვის უმთავრესი გახდა. განსაკუთრებით იმ დღის შემდეგ, რაც შემთხვევით შეფის ქალიშვილი გაიცნო. და ეს ისე, სხვათა შორის. ასევე სხვათა შორის მას შემდეგ, რაც შეფის ქალიშვილისა და ჩვენი გმირის საგულდაგულოდ დამალული რომანი სახალხოდ გახმაურდა, ჩვენს პატიოსან გმირს ხელფასი მოუმატეს. მოკლედ, ნიჭიერ, პატიოსან და მოწესრიგებულ ახალგაზრდას რეალურად გაუჩნდა ის, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. საყვარელი საქმე, ოცნების ქალი და ის, რაც ამ ოცნებას ძალიან რეალურს ხდიდა. ერთი სიტყვით ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში კომისია არ მოვიდა. ჩვენმა გმირმა გულიანად მიიღო ისინი. მას ხომ დასამალი არაფერი ჰქონდა. უკაცრავად? ხო, არაფერი ჰქონდა. კომისია ხანგრძლივად და გულდასმით სწავლობდა საბუთებს. სწავლობდა, ბოლოს კი პირდაპირ შესთავაზა ჩვენს გმირს გარკვეული თანხის გადახდა და მეგობრებად დარჩენის იმედიც დაუდო. ჩვენი გმირი ჯერ გაოცდა, შემდეგ აღშფოთდა, ბოლოს კი ძალიან გაბრაზდა და კომისიის წევრებს არაკეთილსინდისიერი საქციელის გამო სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრა. და აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო. კანონის დამცველებმა გასაგებად აუხსნეს ჩვენ გმირს, რომ ყველანაირი მაქინაცია საბუთების მიხედვით მის სახელს უკავშირდებოდა და რომ ის ვერასდროს ვერ დაამტკიცებდა ვინ იდგა კანონის დარღვევის ფაქტების უკან. და კიდევ ერთხელ შესთავაზეს მეგობრობა. ჩვენი გმირი, ის როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან პატიოსანი ადამიანი იყო. მას არ უნდოდა და არც შეეძლო უპატიოსნო საქციელის ჩადენა. ეს ხომ საკუთარი თავის ღალატს ნიშნავდა. მეორე მხრივ, მას ძალიან უყვარდა იმ ადამიანის შვილი, რომელიც მას ამ საქციელისკენ უბიძგებდა და მისი დაკარგვა არ შეეძლო. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი პატიოსანი გმირი საკმაოდ არაპატიოსანი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. სამწუხაროდ. ადამიანის პატიოსანი ყოფა ცხოვრება არსებობისთვის საჭირო თანხების პატიოსანი გზით მოპოვებასაც გულისხმობს. მაგრამ სად არის ეს გზები, რომლებზეც ადამიანები პატიოსანი ნაბიჯებით მიაბიჯებენ? ისინი გააქრო, წაშალა ისეთმა მავნე მოვლენებმა, როგორებიცაა სიხარდე, ქრთამი, კანონის დარღვევა. სწორედ ამ თემებზე სასაუბროთ ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს მიმართეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. ეს კითხვა გასტუგმა გამოიწვია? ქრთამი არის ფულის აღება ალბათ რა ვიცი როგორ ავთქვა. ჯოჯოხეთს ანათებს. მე ქრთამი ადამიანი არის ალბათ სიმდიდრის მოყვარული და სიმართლის არამოყვარული. სამი არის რიცხვი. 3 ტი? ბოჟე მოი, ქრთამი არის ძალიან კარგი რამე რა. თუ მომცემენ, სიამოვნებით ავიღოთ. ქრთამი არის მოსყიდვა, პიროვნების მოსყიდვა, თანამდებობის პირის მოსყიდვა. უნდა გააკეთოს ადამიანმა. ერთი ქრისტიანაშია ცოდვა. ეს ძალიან ცუდი რამეა, საქართველოში კი ძალიან ხშირად არის. მე ქრთამი არის პირველ რიგში საქართველოს მოღალატე. ერის მოღალატე და გამანადგურებელი ქვეყნის, ასე ვთქვი. მაგრამ რა იცულებს ადამიანებს უღალატონ ქვეყნის სიმტკიცის ისეთ ბურჯს, როგორიცაა პატიოსნება? სულიერი ფასეულობები დაიკარგა. უფრო 21 საუკუნეში ცხოვრობ სირცხვილე არა.
ქუჩაში თუ დავიწყებთ აი ქუჩის გამყიდველებ გარე ვაჭრობა და ესე რას გაკეთებთ და ძირთ კარგად თუ იცხოვრებ უნდა ხთამ არ არსებობს ახლა ცხოვრების ისეთი პირობები დღეს რომ პატიოსანიშნავით იცხოვროს ადამიანი. რას და როგორ უპირისპირებს ჩვენი ძირძველი საზოგადოება მავნესენს მეკრთამეობას? ნუ თუ არ არსებობს გზა პატიოსნებისა და გზა სიმართლისა. აი მე წავალ უკაცრა. არის მაგის დამსჯელი საშუალებები საზღვარგარეთის ქვეყნებში და ჩვენთან რა ვიცი კანონები იწერება მაგრამ არ სრულდება. მეკრთამე კი არ უნდა ისწრებოდეს, პირობები უნდა შეიქმნას ისეთი, რომ მეკრთამემ ვერ გაბედოს ქრთამის მიცემა. როგორ უნდა იჟებოდეს კანონის თელი სიმკაცრით, მაგრამ კანონი კანონობს ჩვენთან არ ამგონია. სისხლის სამართლის კოდექსით. ქრთამის ამღები, ვიცით როგორ უნდა იჯებოდეს? კომუნისტების დროს მაგალითად იყო დახვრეტა. ხო. მე მაგაში არ გამოგადგები დასჯის მომენტებში. აიც. საქართველოში სტატისტიკა რომ არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი მტკვრის პირას. იყო და არა იყო რა, იყო ქვეყანა, სადაც შრომა დიდად არ უყვარდათ. არ უფასდებოდათ და სამაგიეროდ იცოდნენ ფულის გემო. ჩვენს ქვეყანაში ფული უშრომელად მოდის. ქართულ ადამიანი ტრადიციებით ზარმაცია უნდა ყველაფერი ჯამზარეული. გეორგია, მიწიშვილები ვართ ჩვენ, რომელ სიზარმაცეზეა ლაპარაკი. ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხი რეალურად აზროვნებდა და რეალურ ნაბიჯებს დგამდა. მაიტა და მოგცემ. ადამიანს თავისი ხელფასის, თავისი შემოსავალი ერთ დღეს არ ყოფნის, ხშირად ორ დღეს, თუ გინდაც ერთ კვირას და დანარჩენი პერიოდი რა უნდა გააკეთოს, ესე იგი აკეთებს იმას, რაც არ შეიძლება. დღეს კი რომ სამსახური დაიწყო, ამისათვის საჭიროა ქრთამი მისცე ვიღაცას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უმუშევრებია დღეს საქართველოში, მithumetes ახალგაზრდები ქუჩაში არიან გამოსულები და ყველა იმას თავს წავიდეს საქართველოდან. და ამიტომ ვცდილობს რომ საქართველოს ნოსტალგია ყოველთვის აქვს გარეთ როცა გადის. ქართული მიწის და არ უნდა წავდეს ის 100 ლარით რომ კონდეს საქართველოში გაჩერდებოდა. ამიტომ ვცდილობს ქრთამი გაიღოს და დაიწყოს მუშაობა და იცხოვროს თავის ქვეყანაში. არ გავცვლის სალსაკლდეებსა. ბევრი ოცნებობს ნეტავი რამე შემოსავალი კონდეს მარცხენა ასე ვთქვათ. ხოდა თუ ეს შესაძლებლობა ეძლევა, იყენებს ყველანაირად. Известна манера, такие как вы, хайтаракумен республика, позорят республику. მე მეცნიერი მუშაკი გახლავართ და არ ჭირდებოდა არავის თვალსაჩინოს ქრთამის მიცემა. როდესაც დავამთავრე ინსტიტუტი, პედაგოგად მინდოდა მუშაობის დაწყება, გავანაწილეს ისეთ რაიონში, რომ არ შემეძლო წასვლა და მინდოდა ქალაქში. ამიტომ მქონდა. მაშინ იყო ქართულის საათები, რომ მაგიყო 1000 მანეთი. მინიმუმ 2 საუკუნოვანი ტრადიცია მაინც არის ამ ქრთამის. გინდათ შემომთავაზოთ ქრთამი? Боже упаси. ასე ცხოვრობდა და ცხოვრობს ხალხი ქვეყანაში, სადაც დროდადრო ებრძვიან მეკრთამეობას. ქრთამი ქართული სიტყვაა და ნიშნავს მოსყიდვას. რას მიყურებ? ფრიად ალოგიკური სიუჟეტის დასასრული. თუ თქვენ ერთხელ მაინც მოგიწიათ ვინმესთვის ქრთამის მიცემა, ესე იგი ოდესმე თავადაც არ იტყვით უარს მასზე. აბა